გესალმებით, თითქოს მეგობრებო, ნახოთ პირადი, ვიცი, ბევრს არ გიყვართ ეს დასტა ილუმინატების სხვადასხვა, მაგრამ ძალიან კარგი დასტა არის, აი შორიდან მეც ერთი პერიოდი ვიყავი, აი ესეთნაირად განწყობილი, მაგრამ ხართ ესე განწყობილი, მე შეგაყვარებთ თუ გინდათ ამ დასტას, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი არის, მე კიდევ მთავარია დასტამ დაგელაპარაკოთ და მიგიზიდოთ, ხო? თქვენ ამას ნუყურებთ, მე რომელი დასდეთ ხელმძღვანელობ. ნახოთ ახლა რა ხდება თქვენს ჩაფიქრებულთან, როგორ ენერგიებშია თქვენი ბიჭი. ზის. როგორ არის? ნახეს უცხო მოხმები მეჭდამდერანი ესპრესო ხო რაღაც. აი ესეთ მომენტში არის. არა მაქვს რაღაც შანსები, რატო არა ურთიერთობა თქვენ შორის, მანახე ურთიერთობა არის აქ არა. ურთიერთობა ვფიქრობ, რომ ძალიან თავშეკავებულ პოზიციაზეა შეჩერებული ურთიერთობა. და ასე რომ თქვა დადარდიანებული, დასევდიანებული, მეგონა რომ სწორად ვიქცეოდი და ესეთ ვარიანტში. თუმცა აი ამ საწყალო არ იცის რომ მთლადესი არ არის, ანუ შანსი აქვს აქ, მაგრამ იმდენად ამ წუთში ისეთ განწყობაზე არის ეს ადამიანი, ამ შანსებს ვერ ხედავს. ხო, შანსი არის ჯერ აქ მიფიქსირდება, მერე კიდევ ადამიანი არ მოусმენს გაშლას, ხო, პირადზე თუ არ არის დავუშვათ დაინტერესებული იმ ადამიანით. კარგით, ნახოთ რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, ეს იყო წინა სიტყვაობა. ძალიან ჯიუტი ვარ, ხო, ისე მეც ეს რომ გამოვაცხადე, როდის იყო დიდი ხნის უკან, მე მგონი 1-2 წლის უკან. სიგნიფიკაცია და სინიფიკაცია შორის რო ატყდა ერთი ამბავი, რომელია სწორი ფორმა. და რატომ უნდა გამოვიყენო ეს უცხო სიტყვები მეთქი, როცა გვაქვს ქართული შესატყვისი განმარტება. ქართულზე მდიდარი ენა არ არსებობს მეთქი, არ ვიტყვით, ხო? აი, ამიტომ შეგნებულად მე მაგას არ ვამბობ და ვამბობ წინა სიტყვაობას. შესავალი, ხო? რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? აი, მოდი ჩავკითხოთ ბოლო რას გრძნობს. აშკარად გრძნობს, რომ თავისი ხასიათის გამო მოხდა ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში აქ ეს თავშეკავებული კი მოწყენილია, მაგრამ ხასიათი არ აძლევს ამ ადამიანს საშუალებას შეცვალოს რაღაცეები. იცით რა არის, ზოგჯერ ადამიანები წმენდებს აკეთებთ და მოლოდინები გაქვთ, რომ წმენდა და სასიყვარულო შელოცვა განსხვავდება ერთმანეთიდან, წმენდა დაბრუნებას არ ნიშნავს ადამიანისას, რომ აუცილებლად დაბრუნდება თქვენს ცხოვრებაში, მით უმეტეს იქ თუ მოხდა რაღაცა გარკვეული წალაპარაკება და ასე შემდეგ, ხო? ახლა გონება მეხსიერებას არ კარგავს ადამიანი და ახსოვს და ის თავისი ხასიათი რაც აქვს, იმას ვერ იშუშებს, მოდი ასე ვთქვა და ვერ აბიჯებს და ან ჯიუტია და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ცვლილება ნამდვილად აქვს ამ ადამიანს საკუთარ თავთან და ძალიან ბევრს, აი რამდენს ფიქრობს, იცით? მე გეტყოდით, რომ მე მგონი, როცა ძინავს, მაშინაც ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე და ამ საკითხთან დაკავშირებით. ფიქრობს, როგორ შეცვალოს, დაასრულოს ურთიერთობა, შეცვალოს თუ რა ქნას. ყოველ შემთხვევაში მე აქ უფრო ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს უნდა შეცვლა, აქ დასრულება, ამას არ უნდა თქვენთან ურთიერთობის სინამდვილეში. აი ეს არის მისი ხასიათის ცვლილებაც. ნახე, რატომ? იმიტომ რომ თქვენი ურთიერთობა არ იყო ერთდღიანი და ორდღიანი, აქ ეთყობა ხანგრძლივი რაღაც პერიოდი გრძელდებოდა, ხო? შეიძლება წლებიც კი. ვისთანაც ეს არის ახლა და ერთკვირიან ურთიერთობაზე არ არის ეს გაშლა, რომ იცოდეთ.
ერთკვირიანი და ესე ვინც გაინტერესებდა ხალხპარტნიორებზე უნდა გაიაროთ გაშლა უბრალოდ თუ დიაგნოსტიკას არ გაივლით ხო დიაგნოსტიკა არის საბოლოო პასუხი ზოგადად აი აქ ზუსტად აი ამ ფიქრის შედეგი არის სხვათა შორის ძალიან ჩაიკეტა ეს საკუთარ თავში საკუთარ გრძნობებში იყო ჩაკეტილი ძალიან ეხლაც არ მგონია ძალიან გამოსული იყოს მდგომარეობიდან რო გითხრათ რომ ეხლა ეს ქალებს დაგულაობდა ამ ხნის განმავლობაში რას ჰქონდათ კონტაქტი არ ჰქონდათ თქო ვერ ვიტყვი არა აქ შეიძლება ხა ფლირტის დონე მიწერმოწერა სხვა თემა ქალები ფიქსირდება ზოგადად აქალბატონები მაგრამ მე ვამბობ შეხვედრა სექსუალური ურთიერთობა და ასე შემდეგ ეს მომენტი ნამდვილად ამ ადამიანს არ ქონია ყოველ შემთხვევაში არ მეფიქსირდება რაც შეეხება აი აქ ზუსტად ეს მომენტი არის რომ ეს ხასიათისულობა იქნება და ბოლო დაინახავს რაღაცას ან მოდი მაინც სინჯა ხო გამოვა რაღაც ამ დანაკარგის და ამ გულის ტკივილის და ამ თავშეკავების და ამ უიმედობის იმიდან რა ქვია პროგრამიდან და ძალიან სხვათა შორის გამოხატავს გრძნობებს და თავისი ფიქრის შედეგად ხდება ეს მაინც მე კიდე მოვსინჯავ და კიდე ვიზამ ესეთი დამოკიდებულება აქვს თქვენთან მიუხედავად იმისა რომ მაინც ეფიქრება რომ რატომღაც თითქოს დასრულდა ან შეიძლება არ აქვს შანსები მაგრამ მე უფრო მგონია რომ შანსები არა დაბნეული არის ეს უფრო მეტად რა დახვდება თქვენთან როგორ მოიქცევით ამას ნახეთ ჯერჯერობით ვერ ხვდება ამიტომ მე მოდი ერთ დროს დაველოდები გარკვეულ დროს და მე მაინც ვიმასკენ სხვათა შორის ვიმოქმედება აქ ეხლა რო გითხრათ სიმართლე მართალია რეალურად არავის ხვდება და ეს ჯერჯერობით არ არის აქ ოფიციალური ხო მაგრამ ქალბატონი ორი ქალბატონთან უკვე აქვს კონტაქტი ორი არის თქვენ წარმოიდგინეთ თქვენთან არ აქვს კონტაქტი თქვენს გარდა ორთან რომელიც სხვათა შორის რაღაცნაირად კი მშვიდდება ეტყობა ნერვებს იწყნარებს ხო ხანდახან ხდება სამწუხაროდ ისეთი რაღაცა ეს ნერვების დაწყნარება როცა ხდება სხვასთან ურთიერთობაში შედიხარ მე ან ეტენებიან ან მართლა დრო ეკარგებათ გადადის ურთიერთობა და მოდი შეიძლება ისე განვითარდეს საერთოდ დაკარგო შენი ვინც გიყვარს ის ადამიანი ხო მე გონზე რომ მოეგებიან დრო გავა რაღაცა ის ცოტა თვალებშიც მოიხედავენ და იკმაყოფილებენ ვნებებს მე ახსენდებათ პარტნიორები და მე ვარდებიან სინანულში ხო ასეთი რაღაცაც ემართებათ ზოგადად ადამიანებს რა ვიცი ეს მაინც ჩავახაჭაპურე ახლა მე ხო იცით ზოგადად ნახეთ წინა ვიდეოზე დაწერა ქალმა კომენტარი ვიღაცამ თუ ქალია მე მგონი ხო კომენტარი რომ აი ზუსტად ესე იყო მოვიდა ოჯახში მე ტყუილად მაგალითებს ხალხნო აქ არ ვახაჭაპურებ არ არსებობს ის მაგალითი რომ მოვიყვანე ის არის ვიღაცისთვის 100%-იან დანაც ჩემთან უბრალოდ მე ტყუილად ლაპარაკი არ მიყვარს მე რომ რაღაცას ვიტყვი ან კითხვას დავუსვამ ადამიანს ის არის საყურადღებო კარს ვსვამ კითხვებს ზოგადად აი ურთიერთობაში ვინმესთან მე როცა ვარ ასე რომ ჩემი ნაცნობებიც თუ ვინმე მისმენთ ახლა აქედან და კარგად დაუფიქრდით რა კითხვები მაქვს თქვენთვის დასმული და მიხვდებით შემდეგ ყველაფერს უფრო კარგად გაიაზრებთ კითხვის დასმა მე არ მჩვევია და მე რომ რაღაცას ვკითხავ ან რაღაცა პასუხს გავცემ ან მაგალითს მოვიყვან ეს არის ზუსტად ზედ გამოჭრილი გაიგეთ რა ხდება. კარგით ნახოთ რა სიმოქმედებს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. რაღაც უნდა მეთქვა გონი აქ და გადავხვია ხო? რა უშავს არ იყო ეს თქვენ. რას იზამს რას გრძნობ? ამას იზამს. რა თქმა უნდა იზამს. ნახეთ თქვენი სიჩუმე თქო ამას ძალიან აემაშვება. აქ ეთყობა თქვენ არ ახართ კონტაქტზე განაცვალეთ. ან თქვენ ხართ რაღაც ისეთ ხო პასიურ მდგომარეობაში ზუსტადაც ქალბატონები ხართ და ესეც უნდა მოიქცეთ აბა როგორ უნდა მოიქცეთ კაცო კაცია და აქტიურობს და განუდგას ნაბიჯი რა ვერ გავიგეთ თქვენ მოდაპატეჟოთ პაემანზე და
აი ეს აურჭოფებს და იმაშვება როგორ არის იცი ეთყობა ეს რა იწვევს ხო შენ დაბნეულობას რა იწვევს ეს მაინტერესებდა მაგითხრა რა იწვევს დაბნეულობას თქვენი სიძლიერე და აი ეს იწვევს დაბნეულობას და თან შესაძლებელია რაღაცა ჭირდება კიდეც ნახეთ დაჭირვება ეხლა მანდა მაინც არ არის ხალხო ეს ფინანსები მოდი ასე ვთქვათ დაჭირვება ისაც რომ რაღაცა დროს ადამიანთან მორალურად თუნდაც მის გვერდით გახართ ხო ისთან როგორ შეიძლება რაღაცა მომენტალურად ეს ხდება რაღაც მაინც ფიქრობს ესეთ რაღაცები აქვს იდეაში რაც შეეხება თქვენთან აი ეს თქვენი სიჩუმე ამ ადამიანს ესე აგდებს გარკვეულ საფიქრალს აძლევს და ამიტომ ესე გიყურებ ცოტა იცი რა თვალები უკან რჩება სხვათა შორის ამას თქვენსკენ ან შეიძლება გზაში რომ დაგინახოთ შეიძლება გამოგაყოლო თვალი არ მიყურებ არ მესალმები ახლა წარმოვიდგინე ზუსტად ეს რაღაცა მოქურთული თვალებით სახით და ეს მანდ გულმოზული და რო გიყურებს და თან რომ უნდა რომ იაქტიუროს და ამას ვერ ღებულობს ხო რაღაცა ესეთა და რა ქნას მე მოგეზალმოს მოვიდეს გაგიაროს გვერდი დიდღაც გამარჯობა ვერ მოიფიქრა ასეთ პოზიციაზეა იმოქმედებ თქვენ რომ ეკითხები რა თქმა უნდა ეკნება აქ მოქმედება უბრალოდ როგორ არის თვითონ და გამოვიდეს ამ ენერგიებიდან ხო ეს ცვლილება მაშინ უნდა მოხდეს ეს ხასიათის რაღაც და რას გრძნობს რომ ძლიერი ხართ გრძნობს რომ აქ შემდგარი ქალბატონი ხართ იმასაც გრძნობს რომ თქვენ ნახეთ აქ ეთყობა ქალი აი მე ისე არ მეთქია ნდობა რომ შეიძლება ქალბატონის ან უბრალოდ ნახეთ ნებისმიერ დროს რომ მოდი ასე ვთქვათ გვერდით დაგიდგება აი ეგ ვაცოფებს კიდე რამდენი კითხვა უნდა დაუსვა მამაკაცებს კაცო არა მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას ნახეთ ყველას ერთ ქვაბში რო ხარშავს უბრალოდ აქედან გამომდინარე მიჩნდება ეს კითხვა თუ ქალი ესეთია ლამაზი აქ მოვლილი ქალი მიფიქსირდება როგორ გალზის უნამოსაც რომ კარგად იპკურებს და გამოპრანჭვაც რომ არ ეშლება და მოვლილი რომ არის და საქმეც აქ და ყველაფერს თავს აბამს და ესეთი შემდგარია წარმატებულია მოვლილია ჭუჭყისუნი არ არის ეს რა თქმა უნდა ესეც ამორაცხებულა ხო ესე მიფიქსირებს ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ყოველ აი კარგი მეგობარიც არის აი გვერდით ჩენს გვერდით ნებისმიერ დროს დადგეს ეს შეუძლია ზოგი ძალიან კარგი დიასახლისიც არის ხო ანუ ყველაფერი ამ ქალს გამოსდის შეხედეთ სახლის საქმეც გამოსდის ამას და სამსახურის საქმეც გამოსდის საქმე ამაში არის ხო ვიღაცას ერთი გამოსდის ეს მთლიანად შემდგარია და აი რა თავის ტკივილი გინდა კიდე რაღაც რავი რა გჭება რაღაც სხვასთან რაღაც ფლირტაობდა რაღაც იმაშვები მოიფიქრე რამე თუ რამეს ფიქრობ აი ეგ ამას ვერ ხვდები მოიფიქრებს ხო აქ იქნებათ საუბარი ეთყობა რაზე გესაუბრებათ ეს გაძლევთ თქვენ დავალებებს ესე უნდა მოიქცეთ ესე უნდა ქნა ესე უნდა ქნა არჩევნის წინაშე კი არ გაღენებთ თქვენ პირდაპირ გეუბნებათ ეს კონკრეტულად ნახეთ ეს გამოდის კონტაქტზე კი მიუხედავად ამ ყველაფრისა და გეუბნება ესე უნდა გააკეთო ესე უნდა მოიქცე შენ ასე უნდა ქნა ასე უნდა ქნა რაღაცა როგორი ენერგია წამოვიდა, იცით? ამას მართლა ასე გეუბნებათ. ცოტა ალბათ გურმოსულ რატომ მოდის ესეთი ენერგია გურმოსულია და რაღაცა გაბღუნძულია თუ გაბღენძილი და ესეთი ბავშვი რომ გაიბუტება რაღაცა ესეთი ენერგია მოდის აქ სხვას ვერ ვხედავ მე ამ წუთში და ზუსტად ასე გესაუბრებათ კიდეც რატომღაც წარმომიდგენია რომ წარბები შეჭმუხნული და ტუჩები ბავშვი და აიცი რა კაცია კაცო ჩამოყალიბებული თუ პატარა ბავშვია ვეღარ გავიგე ისეთნაირად გელაპარაკებთ კი ნუ თან ამას გეუბნება ესე უნდა გაგეთ კაი კიდე რაც გეუბნებათ მაშინ ესე გამოვიდა კონტაქტზე მიუხედავად ამ ყველაფრისა
აჰა, აუ, იმ კაცრი ხასიათი გაქვს. შენ გაქვს ხასიათი ასეთი და ნუ ახლა ამას ახლა თავის თავად იტყვისაბა ახლა ესე რა ქვია მის თავს ხარ და დანაშაულებს, რა თქმა უნდა. მაგრამ ნახეთ რას გეუბნებათ აქ იმას, რომ ჩემი არჩევანი რომ არ იყო და მე შენ რო არ მიყვარდე და მე შენ რო თან რაღაცა ის ბედნიერებ რაღაცა აი ამ დამიოკებს თუ მართლა ესე ნამიოკია თუ არა გამოზია საუბარი არა ნამიოკი პირდაპირ გეუბნებათ კაცო ეს და მოდი დავიწყოთო ესე იგი ურთიერთობა გადავიდეთ ახლა სხვა ეტაპზე ასე რამდენი ხანი უნდა ვიყოთო ბოლო ესე ამბობს პირდაპირ ნახეთ თქვენ და როგორ არის ისიც ცდილობს თქვენს გამოგიყვანოთ და თვითონაც გამოვიდეს ამ გაბურტული ენერგიებიდან ესე გამოდის რომ ამ ტკივილს ამ გადალახავს ამ ყველაფერს ესე იგი ეს ტრანსფორმაცია ხდება ამ ადამიანში და განკურნება ხო რაღაც ეს სულიერი განკურნება ეს რა არის განკურნება ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ნიშნავს იმას რომ ის რაც გაწყენინა აწყენინე რაღაცა რაც ძალიან ესე იყო გტკიოდა რა სული გეწოდა ტიროდი აქ არ არის გამორიცხული ამან იტირაგიდეც კი იმიტომ რომ ისე დაცრემლიანებული მიფიქსირდება ენერგიოდ არა პირდაპირ აი დასევდიანებული ხო აი ამ ქედან განკურნება ანუ გადადის ენერგიებში როდესაც ადამიანთან შენსასურველ ადამიანთან ურთიერთობა განახლდება რა თქმა უნდა უკვე ბედნიერებას განიჭებს ხო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ივიწყებს ამ ტკივილს ივიწყებ ხო თუ მართლა ივიწყებ ამ ყველაფერს კი გადადის ახალ ენერგიებში ესეთნაირად კარგი მე რას იზამ რა გინდა კიდე აბა ვნახოთ აბა რა შემოდი ნახეთ მაგრამ საქმე იმაში არის რომ მე ვერ გავთვალე ვერ გაგთვალათ თქვენ ანუ გათვლა ვერ გააკეთეთ რომ თვალი გეცა ამას კი არა ამბობ ვერ გაიგო ზუსტად რა დროს როგორ იქცევით არ არის გამორიცხული ხო ნახეთ კარგი კიდე დავიკონკრეტეს რას ნიშნავს ეს თავს იცავს მაგრამ ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ თუ აქ თქვენ რამეს კიდევ გამოიჩენთ მკაცრ ხასიათიან რაღაცას გადადის თავდაცვით პოზიციაზე ხო ცოტა ესე ტყუილები არის აქ ბევრი რა სიტყვები ახლა ეს ტყუილები რა სიტყვები ვერ გავიგე რაღა სიტყვები იტყვება აქ არის სხვა ქალბატონი ესე იგი ანუ ვიღაცასთან ეს ურთიერთობა თუ რა ვიცი მე რაღაცების ქალის თემას იტყვება შეიძლება ხალატი იყოს აქ რაღაც მანახ სექსუალური ურთიერთობა გაქვს მესან სექსუალური არ არის აქ ფარული რაღაც ურთიერთობა აი ამას ბოლომდე გახსნილი არ იქნება აქ უკვე თქვენ იყავით გაფრთხილებული ხართ ესე შეერაცხებული ხართ ხო ამიტომ თქვენ იყავით აქ უკვე ხართ გაფრთხილებული ყურადღებით შეგიძლიათ ისე აი ოსტატურად ტონკად რომ ახლა ტონკად იციან სიტყვა ხო ესე ტონკად დასტყოთ ინფორმაცია რაღაც გაიგოთ გაარკვიოთ ხო ესე ბრმად ნუენდობით ამ ადამიანს კარგი რას იზამ ახლა რა ვიცი კიდე რას იმოქმედება აქ რა შტუკები აქვს თუ რაები აქვს ხო ნახეთ აქ პირდაპირ ესე რომ თქვენი ამას ახლა განაწყენება უნდა რამე გატკინოთ და გაწყენოთ ეს ნამდვილად არ სურს პირიქით არ გამორიცხავ რომ აქ რაღაცა ჩუკარის გაგიკეთოთ ამ ადამიანმა ხო აჯუკარი მაგრამ აქ არის გაუთვალისწინებელი ეს ეთყობა გარე რაღაც თემა არის შეიძლება მისი ხარჯები იყოს უბრალოდ ეს გაუთვალისწინებელი ან მისი რაღაც პრობლემა ეს თქვენ არ გეხებათ გაუთვალისწინებელი პრობლემა შეგეხებათ იმ ხრივ რომ თქვენ შეიძლება იმ წუთში ვერ მიხვდეთ
რა პრობლემა აქვს ადამიანს და მიიღოთ თქვენს თავზე და არა ეს ყოველთვის გაითვალისწინეთ ყოველთვის თქვენ კი არ ხართ კაცო დამნაშავე ადამიანს აქვს მისი ცხოვრებისეული პრობლემა ან ჯანმრთელობის პრობლემა ან ოჯახური ან რა ვიცი ვიღაცა შეხვდა ამან გადაყარა უსიამოვნებას და ასე შემდეგ ხო აი ესეთი თემა არის თქვენთან მიმართებაში საკმაოდ გულწრფელი არის თუმცა თქვენ მაინც ესე მოგბელავ გადაგჭრი კოჭეებში ესე ხვდებით თქვენ აქ არ ანუ იმ ტიპაჟის ქალბატონი მე აქ არ ამყავს ახლა ბოლომდე მას კი აბსოლუტურად ნახავ მთლიანად რას მეტყვის და თანმიმდევრობით ნახეთ არ მეუბნება მე იმას რომ ეხლა ამან მოვიდეს ეს გელაპარაკებად ხო აქ ლამის სიყვარულს აგიხსნით ცოტა ცუდი ნათქვამი ახსნა სხვანაირად მესმის მე გესაუბრებად რაღაცა გამჟღავნდება მოდი ასე ვთქვათ ხო ამ ყველაფერს მაგრამ არ არის ის ქალბატონი რომ აი მე დადნეს და მოლბის და რაღაც ესე ფისუნიანი გადაიქცეს არა თქვა როგორ ხარ ეთი გადაგჭრი შეგეძლება რა მიანეს ძალიან კაცრად დგებით მომწონს თქვენ წარმოგიდგენთ მომწონს მე თქვენი პოზიცია ხოჩა გოგონებო და უნდა მაგრად უნდა დადგეთ ესე სად არის ვერ გავიგე ახლა იმ წუთში არ უნდა დატკბეთ ყოველ შემთხვევაში ცოტა აწვალეთ გულწრფელი არის საქმე ამაში არის აქ იქნება მე რაღაც ენერგიების გაცვლა დაგეხმარე დამეხმარე წამყვევი რაღაც გზებიც ფიქსირდება თქვენ შორის და ამიტომ შეიძლება ზადმე გადაადგილდეთ არ არის გამორიცხული პასუხისმგებლობა რა ფარული მას სექსუალური ურთიერთობას ან ფარული ურთიერთობა არ არის გამორიცხული აქ პირდაპირ იქამდე მივიდეს რომ კიდე მოსინჯოს თქვენთან რაღაც ფარული ურთიერთობა უფრო მეტად თუმცა მე არის ეს ხო პასუხისმგებლობა ეხლა მთლად ვერ აიღებს ამიტომ თქვენი კაცრი ხასიათი აქ არ იმასკნად რა შეიძლება პრობლემა აქვს არა ცოტა ვერ გავიგე რა არ არის გამორიცხული აი დაგაბნიოთ რა ხლა როგორც მე დამაბნია ამან ხო დაგაბნევთ ეს ნახეთ როგორ გაბნევთ შეიძლება არ ვიღებ პასუხის ესე გაჩვენებთ ხო ეს გეთამაშებათ როგორ იცი აი არ ავიღებ პასუხისმგებლობა რაღაცას არ ვიზამ და თან ურთიერთობაში შემოდის ფიზიკურ ურთიერთობაში ფარულში მაგრამ მე იღებს პასუხისმგებლობას და რა ვიცი რა ხდება აქ შეიძლება ვიცი ბავშვიც გაიჭითოს ან რაღაცა ხდება მე ყოველ შემთხვევაში სტაბილურ ხანგრძლივ ურთიერთობაში რჩება ეს ადამიანი აქ არ არის ის რომ მართლა არ აიღებს მან ახლა რაც ვაიღებ პასუხისმგებლობას გეუბნებით ამას თავისი გეგმა აქვს თავისი ის აქვს კი იღებს ეს პასუხისმგებლობას უბრალოდ თქვენ განახვევთ ესეთნაირად ეთქობა ნერვებს გიშლით ხო კი ბატონო ნახეთ ახლა არიან ესეთი მამაკაცები ხო ნახეთ იქცევიან უღმა იმის გულისთვის რომ თქვენ გამოხატოთ რეაქცია და ამით ხვდებიან ესე იგი ვყარ ესე იგი უნდა მაგრამ არის ქალბატონები ამას ვერ ითვალისწინებენ მაგდენ ჭკუასად აქვთ ხო რომ არ შეიმჩნევს ქალბატონი არ გაიტეხზა ახლა მე აქ ისეთი ქალბატონი დამიფიქსირდა ისეთი მკაცრი და ისეთნაირად გადაგჭრი კოჭეებში ტიპაჟი სტალინის ხასიათით ძალიან როგორ არის იცით ამასთან არ უნდა მოიქცეს ჩემი აზრით მამაკაცი ისეთნაირად იმიტომ რომ არ გატყდება არ გამოხატავს ეტყვის მიდი არ ვიდა ახლა უყაიშავ თქვა რა გააგენი შენ გზასო ხო მიხვდებით დადარჩეს ისეთი ტიპაჟის და აქ უკვე უშვებენ შეცდომას მე როგორ არის შევწვდი თუ რა იბნევიან ხო ანუ თქვენი დაყრილი საკენგზე თქვენ თვითონ ეგებით მერე და მთლად აფუჭებთ ურთიერთობას ვინც მისმენთ მამაკაცები გაიგეთ ამიტომ ყოველთვის ეს არ ჭრის ეს თქვენი ფანდები აქ მე არ მეფიქსირდება ესე და იმიტომ ხო რას იმოქმედებს და აი თქვენი დაკარგვაზე აქ ზედმეტია ლაპარაკი იმიტომ რომ სულ გული წყდება და რაღაცა ურთიერთობა რო კრიზისში ხდება და იმიტომ რომ ხდება ამის შემდეგ კრიზისში რაც მოვყევი მე რაღაცა ზამნაერზე მოქმედებს ეს თქვენ არ გატყდებით და ეს კრიზისში იმას ქნის მე
რაღაცა მოხდება ისეთი, რომ აი კიდე გამოვალ მდგომარეობაში თვითონ აგდებს ამ ურთიერთობას პრობლემების ქვეშ, ხო? ის მაგურად რომ პირდაპირ რაღაცა იმოქმედოს და სხვანაირი, კაცო, იცით რა არის ახლა? ცოტა უცნაურია ქალი რო ესე შემოდის ურთიერთობაში, ახლა ბიჭო, საჩუქარი გავაკეთე, სურპრიზი მოუწყე რაღაცა და გამოხატავს ეს ქალი ემოცია, რა ვიცი, გიც ჩაგეხუტოს, გიც გაკოცოს, გიც მოგეფეროს და რავი, ესე განვითარდე, ლამაზად წავიდეს ურთიერთობა. აი ჩხუბს და არა, დავიდა არაბას, ხო? ეს პირიქით აგე, უკუღმა აკეთებს, უკუღმა ნერვი მეშლება ახლა. უკუღმა აკეთებს, როგორ თქვი აქ? ხო, აი არა, იღებს ასუხისგებლობას, ისე ასე რაღაცა ართულებს და მე შეიძლება ქალბაც ისე იფიქროს, მასე თუ არის, კაცო დამანებე, დავი წაგა, დამწადი მაშინ, ჰე. აბა ეხლა ვერ გავიგე რა ვქნა, ხო? მაგა ვქნათ. ესე იგი აქ რა უყოთ ახლა ამას ჩვენ? ვიღაცა სჭირდება ცოტა თავში წამოუტყაბუნოს და ესე მასკნას, რა ქვია, უთხრას, რომ ეს სხვანაირად მოიქეცი, ხო? ცოტა მეტი რომანტიკა ჩართ გრძნობებში და არა ესეთი იგი რა ქვია, რაღაცნაირ ვაქციელი, ქაჯური. ხო, მოხდეს გულზე თუ ისმენს, ვინც არის, ვისთვისაც არის. არის, აქ კაცო მაგდაერების სონელების ვერ გამამაკაცები, ვინც აზე იგზება, ხო და მოხდეთ გულზე და გაიაზრეთ. სინამდვილეში და მე როგორ არის, იცი, მისი საქსელი მას ღლის ისევ, საქმე ამაში არის. არა იპოვის მაინც სწორი მას გამოსავალს, აქ ოჯახად დაფიქსირდით საბოლოო ჯამში. ოჯახად დაფიქსირდით საბოლოო ჯამში. ესე იგი, ესე ხლაფორთი, რაღაცა ფორთხიალობს, ვერც აბავს თავს, გიც ამბობს, ეთყობა ამან როგორი ტიპაჟია, ამან ქალს რო უთხრას მიყვარხარო, ან კანკალი დაეწყება, ან რა ვიცი, ინერვიულებს, ან რაღაცა ემართება სასწაულები, ხო ხდებით და მე ახლა რა უნდა გააკეთოთ აქ თქვენ ამისთვის. რამე ახალი მოვიფიქროთ, შელოცვა და გამოლოცვები უკვე ვიცით და არ ჭრის გონი არა მართლებს ყველაზე და რაღაც ახალი უნდა მოიფიქროთ აქ, რომ ესეთი ის არ დაემართოს. იცით რა არის, ხანდახან ახალი რა არის, ეს არის კომუნიკაცია, საუბარი. ზოგჯერ არის, რომ ზუსტად იმიტომ და მოხდეს საუბარი, კომუნიკაცია, აი რა ქსიამოვნებს, მოდი მე ასე ვიტყოდი, კი. უნდა თქვათ ქალბატონებმა, როგორ გინდათ, რა გინდათ. თუ შეუძლია გააკეთებს, მაგრამ ეს იმნაირად ის არის, აქ უნიათო, მაინც მეეჭვება გაითვალისწინოს, თუმცა ეს მაინც უნდა მოსინჯოთ, ნახეთ, გაანდოთ თქვენი შეგრძნება, რა გინდათ, როგორ გინდათ დაუშვათ ისეთი ადამიანი შემოვიდეს, უბრალოდ ისე უთხარით რა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მას უკვეთავ რამე შეუძლია და რაც ახლა ვერ გავითავ. ხო, რაღაცა გამოხატოს გრძნობა მამაკაცმა და ეს თავკუმა კი არ დაიწყოს რაღაცეები. ნერვები კი არ უნდა მოგიშალოთ. ეს პირიქით, ეს გიშლით ნერვებს უნდა გამოგიყვანოთ წყობრიდან თქვენ იმას და ამითინ გაიფობს, მე ხდება, რომ ესე იგი გამოაქვს დასკვნები. ხო და თავისუფლად შეიძლება ქალმა აღარ გამოხატოს ეს ემოცია, ან თუნდაც მამაკაცი იყოს და პირდაპირ დაგიხუროს კარები, წადი, შეგითხრას. ეს მიიღოს ძალიან სერიოზულად, ხო? თავისუფლად შეიძლება, აღარ აყვეს ამხელა იმაში, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ხანდახან ხმის ამოღება საჭირო არის ურთიერთობაში. ეს არ ტეხავს. პირიქით ალამაზებს ურთიერთობას. სიტყვები, თვალები, მოქმედება, ის პატარა საჩუქარი, ნახეთ. ახლა ძვირფასი საჩუქარის კარგი არის ინვესტიციას როდებ ქალში, მაგრამ და ურთიერთობაში, მაგრამ აი ელემენტარულის გამოხატულება, რომ უბრალოდ იგრძნოს ადამიანმა. თორე ხა ძაღლს არ ექცევიან დღეს მაგნაირად. იმხელა სიყვარული და მოფერება აქვს და რა ვიცი ახლა მე რასაც ვხედავ ჩემს უბანში მაგალითად იმდენი ძაღლები არის ცხოველების, კატები და ცხა ძაღლებზე მაგდა გძენდი
დილას რო გავდივარ 7 საათზე უკვე გამოკვებილია, თქვენ წარმოიდგინეთ. ვერაზრუს ვერ შევისწარის, ზედნაირად შივრები იყვნენ და საჯველი ვაჯამონ და შეჯამონ ეგრევე. დაიჯერებთ? იმხელა სიყვარული და მოფერება აქვთ ახლა ურთიერთობაში. ესა დეფიციტი არ უნდა იყოს ამის, ხო პირიქით. აი მე რა მეკურს, იცი რატო არ გინდათ, თუნდაც აი თქვენს გრძნობებში, აი გამოხატოთ ზუსტად, აი ყველაფერი რასაც გრძნობ და აი ამაში დაახრჩოთ, დაუშვათ ადამიანი. გამწარებაში კი არა, აი სიყვარულში პირიქით. ძალიან დიდ სითბოში. ეხლა ეს ორმხრივი თუ და ორცალმხრივი თუა, მაშინ აზრი არ აქვს. არაფერს. ხო, აქ ეტყობა ორმხრივია, ვისთანაც საუბრობისთვისაც ეს გაშლა. ესეთი გაშლა იყო ჩემო კარგებო, რა ვიცი, მივყვევი თანმიმდევრულად და ვიღაცას ან ზუსტად ასე იქნება. ვიღაცისთვის ამოიღოთ თქვენთვის საკვანძო სიტყვები და დაალაგეთ. დაგემშვიდობებთ, გისურვებთ წარმატებებს.